მოგესალმებით. დღეს თქვენ ნახავთ რუდოლფ მატეს ფილმს სამასი სპარტელი. რუდოლფ მატე არის წარმოშობით პოლონელი კინორეჟისორი, რომელმაც კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1920 წლიდან. თავიდან იგი იყო ოპერატორი, მან დაიწყო კინოში მოღვაწეობა როგორც ოპერატორმა და ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი აქვს გადაღებული. იგი თითქმის ყველა იმ დროის რეჟისორებთან თანამშრომლობდა, ევროპის ყველა ქვეყანაში მოგზაურობდა, მაგალითად, კარლ თეოდორ დრეიერთან, ფრიც ლანგთან, რენე კლერთან ერთად იღებდა ფილმებს. მისი გადაღებულია მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კარგი ფილმი, ეს არის ჟანა დარკის ვნებები. მაგრამ შემდეგ უკვე მოგვიანებით 1930-იან წლებიდან იგი გაემგზავრა ამერიკაში, იქ დარჩა საცხოვრებლად და უკვე გადაწყვიტა ფილმების გადაღება როგორც რეჟისორმა. და ძალიან ბევრი ფილმი გადაიღო, ბევრი საინტერესო ფილმი გადაიღო და სამასი სპარტელი, ეს არის მისი ბოლო ფილმი. ამ ფილმის გადაღებისას რუდოლფ მატე იყო 64 წლის. და ფილმის გადაღებებიდან რამდენიმე წელიწადში იგი გარდაიცვალა. სამასი სპარტელი არის გამორჩეული ფილმი, ეს არის ისტორიული ფილმი, რომელიც არის ნამდვილ ამბებზე. და იმითი არის ეს ფილმი განსაკუთრებული, რომ იგი ზუსტად ასახავს ისტორიას. განსხვავებით სამასი სპარტელისგან, რომელიც ახლახაც გადაიღეს, 10 წლის წინ გადაიღეს, ეს არის უკვე უფრო მოგონილი ფილმი და ეს ძველი სამასი სპარტელი, რომელიც 1962 წელს არის გადაღებული, როგორც მოგახსენეთ, ზუსტად ასახავს ისტორიულ ფაქტებს. სპარტაზე მოგიყვებით 2 სიტყვით, იმ დროს საბერძნეთი შედგებოდა ქალაქ-სახელმწიფოებისგან. ეს ქალაქ-სახელმწიფოები იყო ათენი, თებე, მიკენი, სპარტა და კიდევ რამდენიმე, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობდნენ, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, ისინი ერთიანდებოდნენ. სპარტა იყო ამ ქალაქ-სახელმწიფოებიდან აბსოლუტურად გამორჩეული. სპარტა მიარსება 10-11 საუკუნის განმავლობაში არსებობდა და იყო რამდენიმე ნიშნით გამორჩეული. პირველი ეს იყო, რომ ყველამ იცოდა, რომ სპარტაში არიან ძალიან ძლიერი მეომრები და ძალიან დისციპლინირებული მეომრები. საერთოდ მთელ საბერძნეთში გამორჩეული და განთქმული იყო სპარტის ჯარი და სპარტელები. ზუსტად ამ თავიანთი საბრძოლო ხელოვნებით, ამტანობით, მოთმინებით და სიმტკიცით. და ეს განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით. სპარტელები დაბადებიდანვე თავიანთ შვილებს ასე ზრდიდნენ, გოგოებსაც და ბიჭებსაც. 10 წლამდე ერთად ვარჯიშობდნენ ბავშვები, ძირითადად მთელი დღე ბავშვები, მთელი დღე დაბადებიდანვე შეიძლება ითქვას, სწავლობდნენ ამ საბრძოლო ხელოვნებას, მათ ზრდიდნენ ძალიან მკაცრ პირობებში და აქედან მოდის გამოთქმა, თუ გაგიგია სპარტანული აღზრდა, სპარტანული აღზრდა, ეს ნიშნავდა ძალიან ასკეტური ცხოვრების წესი და ძალიან მკაცრი პირობები გასდის. ამის გამო სპარტელები იყვნენ ძალიან ძლიერი მეომრები, ძალიან ამტანები და ძალიან მტკიცეები და დაუმარცხებლები, ასე ითვლებოდნენ დაუმარცხებლებად. სპარტელი მეომრების განსაკუთრებული იყო სპარტელი მეომრების სამოსი და იარაღი. სამოსი ეს იყო ტუნიკა ეს არის მოკლე ხალათი, კაბა, რაც მაშინ იყო საბერძნეთის ნაციონალური ტანსაცმელი, მამაკაცებსაც ტუნიკა ეცვათ და ქალბატონებსაც, ოღონდ განსხვავდებოდა ეს ტუნიკები ერთმანეთისგან და აი ამ ტუნიკაზე ზემოდან ესვათ აბჯარი. რითი იყო ახლა ეს გამორჩეული ტუნიკა სპარტელი მეომრების იყო წითელი ფერის და ეს იმიტომ, რომ ბრძოლის დროს მათ სისხლი არ დატყობოდათ და ანუ ჭრილობებისთვის ყურადღება არ მიექციათ. რაც შეეხება სპარტელების იარაღს, ეს იყო მოკლე ხმალი, გრძელი შუბი და ფარი. ფარი იყო განსაკუთრებული სპარტელების აღჭურვილობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ეს ფარს. ეს ფარი მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე. ფარი იყო სპარტელი მეომრისთვის ყველაფერი. თუ იგი ფარს დაკარგავდა ომის დროს, ან ფარი დაუზიანდებოდა, ეს იყო სიკვდილის თულფასი ფიზიკურადაც და მორალურადაც, იმიტომ რომ ითვლებოდა ძალიან დიდ სირცხვილად. ფარს განსაკუთრებით ხატავდნენ ყველა მეომარს თავისი, რა თქმა უნდა, თავისი ფარი ქონდა, ეს ხან მამისგან გადმოცემული მემკვიდრეობით ან თავისი,
რომელსაც რაღაც ნახატს აკეთებდა. ყველა აკეთებდა თავის ნახატს, რომელიც გამოსახავდა მის ჯარისკაცის ხასიათს და პიროვნებას. და არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომლის სახელიც უცნობია, დიდხანს მხატავდა თავის ფარს, ძალიან დიდხანს კვირების განმავლობაში და ბოლოს რომ დაასრულა ეს ნახატი, ყველამ ნახა, რომ ფარზე გამოსახული იყო ბუზი. ნატურალურ ზომებში, პატარა ბუზი. და ყველა ძალიან გაუკვირდა. და კითხეს, რატო, ბუზი რატო დახატა? ლომი მაინც დაგეხატა, ან რაღაც უფრო მრისხანე ცხოველი, ბუზი რატო დახატა? რადგან მუცნობმა სპარტელმა ჯარისკაცმა უპასუხა, რომ ეს ეხლა არის ბუზი, მაგრამ როდესაც ჩემი ფარი შეეჯახება ჩემი მტრის სახეს, მათ ეს ბუზი ლომზე ნაკლებად საშიში ნამდვილად არ იქნებაო. ფარზე ყველა სპარტელ მეომარს ჰქონდათ ასეთი წარწერა და ეს იყო მათი დევიზი, ფარით ან ფარზე. ეს რას ნიშნავდა? ის სპარტელი მეომარი უშუალოდ ბრძოლაში წასვლის წინ დებდა ფიცს და ფიცის ერთ-ერთი სიტყვები იყო ფარით ან ფარზე. ეს ნიშნავდა, რომ სპარტელი მეომარი ბრძოლიდან დაბრუნდებოდა ან ფარით, ანუ გამარჯვებული, ან ფარზე. ანუ ფარზე დასვენებული. ესეთი ტრადიცია იყო, რომ ჯარისკაცებს კრძალავდნენ ფარზე დასვენებულს. და ომიდანაც ეს ფარები იყო ძალიან დიდი ადამიანის სიმაღლის და თუ სპარტელი მეომარი დაეცემოდა ომში, მას ფარზე აწვენდნენ და ფარით შემოასვენებდნენ ხოლმე. განსაკუთრებით ამას სპარტელი დედები უნერგავდნენ შვილებს ბავშვობიდან და ეს ძალიან ეხმაურება ქართულ ტრადიციას, რომ მტრისთვის სპარტელებს ზურგი არ უნდა ეჩვენებინათ და აუცილებლად ან უნდა გაემარჯვათ, ან ბრძოლის ველზე უნდა დაღუპულიყვნენ. დამარცხებული სპარტელი მეომარი სახლში არ უნდა დაბრუნებულიყო. ეს იყო მათი მთავარი დევიზი, მთავარი კრედო ცხოვრების და მართლაც ასე მოხდა. ფილმში ასახული მოვლენების დროს ეს ფილმი ეხება 300 სპარტელი მეომრის გმირობას, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთ-ერთი შებრძოლების ბედი და 300-ვე დაიღუპა. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, ახლა მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო. საერთოდ სპარტას განლაგებული იყო ლაკონიის რეგიონში, ეს არის პელოპონესის ნახევარკუნძული. და სწორედ ამ ადგილმდებარეობიდან მოდის ესეთი გამოთქმა ლაკონური საუბარი. საერთოდ სპარტელები გამოირჩეოდნენ სხარტი სიტყვაპასუხით და ძალიან მოკლე, ანუ ლაკონური სიტყვაპასუხით. და არსებობს რამდენიმე ამბავი, გადმოცემა, ასე ვთქვათ, ლეგენდა, რომელიც ასახავს სპარტელების ლაკონურობას. მაგალითად, როდესაც სპარტას მოადგა მაკედონიის მეფე ფილიპე მეორე, ეს იყო ალექსანდრე მაკედონელის მამა, რომელსაც იმ დროისათვის თითქმის მთელი საბერძნეთი უკვე დაპყრობილი ჰქონდა. მოადგა სპარტას და სპარტის მეფეს შეუთვალა ასეთი წერილი მისწერა ელჩის ხელით, გაუგზავნა წერილი და წერილი ასეთი იყო, რომ თუ ჩვენ შემოვიჭერით სპარტაში ყველა მამაკაცს მოუკლავთ, ქალებს წავიყვანთ ტყვედ და სპარტას აღგვით პირისაგან მიწისა, საერთოდ სპარტის ახსენებელიც აღარ იქნება და ესეთი მუქარის წერილი. ძალიან გრძელი. რაზეც სპარტელებმა უპასუხეს მხოლოდ ერთი სიტყვით. ეს სიტყვა იყო თუ. იმიტომ რომ ფილიპეს წერილი იწყებოდა სიტყვით თუ ჩვენ მოვედით და სპარტელებმა უპასუხეს თუ. ეს ერთი, ასევე ძალიან ეს ფილმშიც არის ეს ფრაზები, რამდენიმე ფრაზა, მაგალითად, როდესაც სპარსელების მეფე ქსერქსე შემოესია სპარტას, საბერძნეთს, ფილმში რაზეც არის საუბარი, მათ ელჩი გამოუგზავნეს და ელჩმა მოითხოვა, მოგვეცით თქვენი მიწა და წყალი, რაზეც რის პასუხადაც სპარტელების მეფე ლეონიდასმა ელჩი ჩააგდო ჭაში და უთხრა, მიწაც საკმარისად გაქვთ და წყალიც. და ასევე კიდე რამდენიმე ფრაზა ფილმშიც მიაქცევთ ყურადღებას, მაგალითად, ასევე სპარსელებმა შემოუთვალეს მეფეს ლეონიდას, რომ ჩვენ იმდენი ვართ, რომ ჩვენი ისრები მზეს დააბნელებს, რაზეც ლეონიდასმა უპასუხა, ძალიან კარგი, ესე იგი ჩრდილში მოგვიწევს ბრძოლაო. და ესე კიდევ რამდენიმე ესეთი ფრაზა. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ფილმში ასახულ მოვლენებს. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნე, როდესაც სპარსელების გაერთიანებული ლაშქარი სპარსეთის მეფე ქსერქსეს ხელმძღვანელობით შემოესია საბერძნეთს. და ზუსტად ფილმი იწყება შეკრებით, როდესაც საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოების მეფეები შეიკრიბენ, ბჭობენ, რომ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ.
ფილმის შინაარსს აღარ მოგიყვებით, ამ ბრძოლის ამბებსაც არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ძალიან ზუსტად არის ფილმში ეს ყველაფერი გადმოცემული. ერთადერთი მინდა რომ შეგახსენოთ ლეონიდასზე. ლეონიდასი იყო სპარტის მეფე ზუსტად ამ პერიოდში. ლეონიდასი იყო განთქმული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპარტის მეფე, რომელიც იყო გამორჩეული თავისი სიბრძნით და რა თქმა უნდა თავისი ფიზიკური ძალით, ამტანობით და სიმამაცით და ასევე მისი მეუღლე დედოფალი გორგო. ეს ფილმშიც არის, მაგრამ მაინც ეს გორგო ნამდვილი რეალური პიროვნება იყო, რომელიც ლეონიდასთან ერთად იღებდა მონაწილეობას სპარტის მართვაში, რაც სხვა ქალაქ-სახელმწიფოების და საერთოდ დანარჩენი დედოფლების ცოტა უკმაყოფილებას იწვევდა და ეკითხებოდნენ, რატო გაქვთ სპარტელ ქალებს ამ ხელა გავლენა, რომ შეგიძლიათ თქვენ ქმრებს ურჩიოთ რაღაც საქმეები და ამაზე დედოფალმა გორგო მოპასუხა, ეს პასუხიც ძალიან ცნობილი და ესეთი შემონახული პასუხია, რომ ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც მამაკაცებს ვაძლევთ სიცოცხლეს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს უფლება, რომ მათ დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში და რაღაც რჩევები მივცეთო. სამასი სპარტელი მეომარი, როგორც მოგახსენეთ, დაიღუპა, მათ გადაწყვიტეს ერთ-ერთი ბრძოლის ბედი. და ეს ამბავი ძალიან ეხმიანება სამასი არაგველის გმირობას. სამასი არაგველი, როგორც მოგეხსენებათ, კრწანისის ომში იბრძოდნენ ერეკლე მეფესთან. ესენი იყვნენ თუშფშავ-ხევსური გლეხები და ისინი კრწანისის ომში დაგვიანებით მოვიდნენ ბრძოლის მესამე დღეს. ეს ბრძოლის ამბებს შეგახსენებთ. ეს იყო მე-18 საუკუნის ბოლო, 1795 წელი, როდესაც ერეკლე მეფემ ვერ მოახერხა დიდი ჯარის შეკრება და მხოლოდ 5000 მეომარი ყავდა და აღამახმათხანს კი 7-ჯერ მეტი, ანუ 35,000 მეომარი ყავდა. თუმცა მიუხედავად ასეთი დიდი განსხვავებისა, ერეკლე მეფემ მოახერხა ისე გადაეთამაშებინა ბრძოლა, რომ ფაქტიურად უკვე მოგებისკენ მიდიოდა ქართველები იგებდნენ ამ ბრძოლას, აღამახმათხანი უკან გაბრუნდა, მაგრამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა მოღალატემ, რომელმაც აღამახმათხანს შეატყობინა, რომ მეზარბაზნეები ყავდა ერეკლე მეფეს ცოტა ძალიან და ძალიან ადვილი იქნებოდა დამარცხება ქართველებს. ისევე როგორც სამასის სპარტელის შემთხვევაში, იქაც მოღალატემ გადაწყვიტა ბრძოლის ველი, უკვე გამარჯვებული ბრძოლა წააგებინა მოღალატემ და როგორც სამასი სპარტელი, ასევე სამასი არაგველი ყველანი დაიღუპენ და სამასი არაგველის უდიდესი გმირობა იყო ის, რომ თავკუთარი სიცოცხლის ფასად მათ მეფე ერეკლე გადაარჩინეს ტყვეობას და დახუპვას. თუმცა ბრძოლა აღამახმათხანთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. და ამის შესახებ არსებობს ძალიან საინტერესო გამოკვლევა, თუ ხელში ჩაგივარდებათ, ეს არის ლევან სანიკიძის სამასი, სადაც უფრო დეტალურად არის განხილული სამასი სპარტელის და სამასი არაგველის გმირობა. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამასი სპარტელი წმინდანად შერაცხა და ახლა უკვე როგორც წმინდანებს ისე ვევედრებით. გისურვებთ სასიამოვნო ფილმის ჩვენ ყურებას, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფილმია, ძალიან საინტერესო ფილმია და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.